ყოველ პარასკევს 4 საათზე უკვე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ვხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივის ეთერში გადაცემით უსამართლო სასამართლო და დღევანდელი ჩვენი გადაცემის განხილვის საგანი იქნება პარტიების აკრძალვის თემა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ დაჩქარებული წესით სულ რაღაც 2 დღის ვადაში უზრუნველყო რეჟიმის არალეგიტიმურმა პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებების მიღება ერთის მხრივ და ასევე სულ რაღაც რამდენიმე საათში არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა ოცნების მოაწერა მას ხელი და დღეს უკვე ეს ცვლილებები არის ძალაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სამართლებრივის გარდა ისტორიული კონტექსტიც, ამიტომ დღევანდელი ჩემი სტუმარი იქნება თემური პაპასკირი, რომელიც არის პარტია ახალის პოლიტსაბჭოს წევრი და ამავე დროს თსეუს ახალი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი. უახლესი ისტორიის, უბრალოდ მოგესალმები თემო, თუმცა სანამ პირველად კითხვით გადმოვალ შენთან, მანამ მინდა დღევანდელ საკითხთან დაკავშირებითაც მივაწოდო ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, იმიტომ რომ დღეს დილა დაიწყო საკმაოდ დაძაბულად. დღევანდელ დღეს დაკავებული იქნა 10 ადამიანი გამთენიიდან ამ წუთამდე, ყოველ შემთხვევაში 10 ადამიანი სხვადასხვა მიზეზით. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც არიან მძიმე დაავადებებით, რომელსაც ამ წუთამდე ვეძებთ, ასე ვთქვათ, და ოჯახმა არ იცის, სად არიან, ვინაიდან არ არის ეს ადამიანი კონკრეტულად შესახლებული იზოლატორში და ასევე მათ შორის არის ერთი ქალი, მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც არის მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედა და რომელიც რეჟიმმა ამ დილას არასრულწლოვანი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციით აიყვანა, ისე რომ რა თქმა უნდა ბავშვის საუკეთესო ინტერესი მას არ გაუთვალისწინებია. თითოეული მათგანის იდენტიფიცირება, მოძებნა და შეძლების დაგვარად ადვოკატებით უზრუნველყოფა ხდება, მათ შორის ჩვენი პარტია ახალის ცხელი ხაზისა და სხვადასხვა აქტიური ჯგუფების მიერ და ჩვენ ვხედავთ, რომ ესე იგი მას შემდგომ რაც გუშინ ერთდროულად პარტიების აკრძალვის და ჯარიმებთან დაკავშირებით გამკაცრების, რაც მოიცავს უკვე ასე ვთქვათ, დაკავებებს პირდაპირ ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ადამიანების გარკვეულ პროტესტის ფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე რეჟიმი აგრძელებს ზეწოლას, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ბრძოლა არის გამძლეობაზე და ცდილობს, რომ ეს გამძლეობა და ჩვენი ჯიუტი პროტესტი გატეხოს, იმიტომ რომ ამით გაიმყაროს მის მიერ მიტაცებული ძალაუფლება. თემურ გადმოვალ შენთან კითხვით პირველ რიგში დავიწყოთ, მოდით, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად სამართლებრივ ნაწილს არ განვავრცობ, აქ უბრალოდ ჩვენს მსმენელს მივაწოდებ ინფორმაციას, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ცვლილება, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, მაგალითად, პარლამენტის წევრთა გარკვეულმა რაოდენობამ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს კონკრეტული პარტიის თუ მასთან დაკავშირებული პირის აკრძალვა და პარტიის შემთხვევაში ეს ნიშნავს, თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო ამას დააკმაყოფილებს, ნიშნავს, რომ მისი რეგისტრაცია გაუქმდება. ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ მუქარებს, რომელიც თვეების განმავლობაში და წლების განმავლობაში მუდმივად ისმოდა და ჩვენ ვხედავთ, რომ ახალ სუბიექტებს, აი იგივე თავისუფლების მოედნის მაგალითზე რო განვიხილოთ, არ არეგისტრირებენ, ხო? ანუ ქვეყანაში მიდის, რა ვიცი, დიქტატურის ძალიან სწრაფი ტემპებით დამკვიდრება და რა შეგიძლია გითხრა შენ ისტორიული თვალსაზრისით? ჯერ ზოგადად საქართველოს მაგალითზე, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე ყოფილა თუ არა ასეთი შემთხვევა, რა თქმა უნდა, ვიცით ამაზე პასუხმართ დეტალურად რო გითხრა და ისტორიულად ზოგადად სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები. მოგესალმებ მარიკა, მივესალმებ ტელემაყურებელს, თუ ვიტყვით ასე ვთქვათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდს თუ ავიღებთ 1991 წლიდან მოყოლებული, კომუნისტური პარტია არის აკრძალული საქართველოში ოფიციალურად. ეს არის ერთადერთი გამონაკლისი და გასაგებია აბსოლუტურად სწორად თავის დროზე ეგრეთ წოდებული საქართველოს СССР კომუნისტური პარტია იქნა აკრძალული შესაბამისად. აქედან გამომდინარე საუბარზე მეტი ჩვენ აქ შემთხვევები პარტიების აკრძალვის, რეგისტრაციიდან მოხსნის და ასე შემდეგ.
არ გქონია მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სახეზე იყო მართლაც რეალურად ძალიან სერიოზული დარღვევებიც კი, მაგრამ პარტიები როგორც ასეთი არ აკრძალულა ჩვენ გვახსოვს იქ მაშინ იგორ გიორგაძის საქმეები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა დღევანდელ ვითარებას, ახლა რო ვთქვათ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პარტიების აკრძალვა ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, ძალიან ასე ვთქვათ, სკრუპულოზურად სწავლობს ამას ყოველთვის სასამართლო, სხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტიპისაა და ვთქვათ ამის მიხედვით და უიშვიათეს შემთხვევაში გამოაქვს მსგავსი დადგენილება. მაგალითად, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ვიმსჯელოთ აი თანამედროვე გერმანიის მაგალითის მოყვანა უყვარს ძალიან ხელისუფლებას და თან აცხადებს, რომ აი სწორედ გერმანიაში აკრძალეს მაგალითად რომელიღაცა პარტია. ჯერ ერთი გერმანიაში თავისი არსებობის მანძილზე არაკონსტიტუციურად ან აკრძალულად გამოცხადდა მხოლოდ ორი პარტია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ერთი მათგანი იყო ნაციონალ-სოციალისტური პარტიის რეინკარნაცია, ეგრეთ წოდებული რაიხის სოციალისტური რაიხის პარტია და მეორე იყო კომუნისტური პარტია. ერთი 1952 წელს აკრძალეს, მეორე 56 წელს. ამის შემდგომ პარტია როგორც ასეთი არაკონსტიტუციურად არ ცნობილა, 2021 წელს ანტიკონსტიტუციურად იცნო ეგრეთ წოდებული გერმანიის ნაციონალ-დემოკრატიული პარტია. ოღონდ ანტიკონსტიტუციურად ცნობა ნიშნავს, რომ მას არ აქვს უფლება, რომ მიიღოს საზოგადოებრივი ფინანსები, მაგრამ პარტიული საქმიანობის გაგრძელება შეუძლია. ხო, ამ ნაწილში ჩვენთან ამ შემთხვევაში ოცნების მხრიდან კიდევ უფრო გართულებულია სიტუაცია, ვინაიდან არანაირი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვს და ამათ შორის ფიზიკური პირის აკრძალვაც ხდება. ეს კიდე ცალკე საკითხია, ხო? ასეთი მაგალითები თუ არსებობს ზოგადად, ხო? აი, ახლა მაგალითად მას შემიძლია ასე ვთქვათ, გითხრათ, რომ ესე იგი თუ გერმანიაში პარტია წყვეს აიკრძალება მის წევრებს არ ეკრძალება მოქმედება და შესაბამისად შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობა აქ საუბარია პარტიას ესე ორი კრიტერიუმით იკრძალება იქ პარტია უნდა ახდენდეს აგრესიული და მებრძოლი დამოუკიდებლობის გამოხატვას რომელიც ქმნის შიშის კლიმატს და მას უნდა ჰქონდეს მიზნად ეს ყველაფერი სავალდებულოა ერთობლიობაში და კუმულაციურად ანუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტა ან დემოკრატიული წყობილების მოსპოვა. ანუ ვინაიდან ესე იგი ამ შემთხვევაში სოციალისტური რაიხის პარტიას დემოკრატიული წყობილების მოსპობა ჰქონდა მიზნად და გერმანიის კომუნისტურ პარტიას ორივე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტაც და დემოკრატიული წყობილების მოსპობაც მათი აკრძალვა პრობლემას არ წარმოადგენდა, ოღონდ ესეც არ არის საკმარისი რომ აკრძალონ. კიდე მეორე კრიტერიუმია საჭირო რომ პოტენციალი ან პარტიას უნდა ჰქონდეს ამ მიზნების განხორციელების პოტენციალი, ფინანსები, სხვადასხვა დონეებზე არჩეული წევრები და რეიტინგი. ესეც კუმულაციური. ანუ თუ ეს არ გააჩნია, ის არ იკრძალება და როგორც NPD-ის შემთხვევაში, ან ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის შემთხვევაში, ის მხოლოდ და მხოლოდ ანტიკონსტიტუციურად იცნობა და აკრძალებს თავის არსებობას. მაგრამ ახლა თუ მოვიყვანთ ისტორიულ მაგალითებს ფიზიკურ პირებს, როდის ეკრძალებოდათ, ну მაშინ უნდა წავიდეთ საბჭოთა რუსეთში. 1918 წლის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც პიროვნებებს აეკრძალათ 65 მუხლის მიხედვით ამ კონსტიტუციის არჩევნებში მონაწილეობა გინდ აქტიური, გინდ პასიური უფლებებით. ანუ ხმის მიცემის უფლებაც შეუზღუდეს და პასიური უფლებაც, ანუ არჩევის უფლება. ვინ იყვნენ ახლა ეს ხალხი, ვინც ასე ვთქვათ, დაქირავებული მუშის შრომას იყენებდა, ვისაც ჰქონდათ მუშაობის გარეშე შემოსავალი, ანუ ვთქვათ რენტა, კაპიტალიდან პროცენტები და ასე შემდეგ, ქონების გაქირავებით მუშაობა, ვაჭრებს, ანუ ფინანსურ რესურსიანი ხალხის არა, დააგვირდით ნებისმიერი სახის სასულიერო პირებს. ყოფილ ჟანდარმერიის, პოლიციის და ოხრანის წევრებს, ასევე მმართველი დინასტიის წევრებს, მმართველი დინასტიის წევრების პრობლემა ძალიან სწრაფად მოაგვარეს, რომ უმრავლესობა გაღარეს და ნაწილი დახვრიტეს იმავე წელს, ასე რომ ეს საერთოდ არ იყო პრობლემა. ну მენტალური პრობლემებს ქონეს, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის პრობლემებს
და ასევე მათ ვინც საბჭოებმა აუკრძალა ესე იგი მოქალაქეობის ქონის უფლება. ნუ ეს უკანასკნელი კი, მოქალაქეობა ისედაც მოქალაქეობაზე გასაგებია, მაგრამ ახლა დააკვირდით, აი ეს 1918 წელსვია შემოღებული და პარტიების აკრძალვა იწყება 1918 წლიდან 22 წლამდე რიგრიგობით ერთიანი დეკრეტი როგორც ასეთი არ გამოცემულა, უბრალოდ ნაწილ პარტიები მოგუდეს და შემდგომ უკვე დააფიქსირეს, რომ ერთადერთი ასე ვთქვათ, სხვა პარტიების შექმნა აიკრძალა 24 წლის კონსტიტუციით რეალურად და მართველი როლი დააფიქსირეს შემდგომ უკვე კომუნისტური პარტიის 36 წლიდან ჯერ ეს 36 წლის კონსტიტუციაში იყო 126 მუხლი, ხოლო 77 წლის კონსტიტუციაში ყველასაც ცნობილი მე-6 მუხლი. კი ბატონო, ეს კონსტიტუციის თვალსაზრისით რო წავიდეთ, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ 1921 წლის კონსტიტუცია იყო ერთადერთი, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირობებში იქნა მიღებული და ის დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უკიდურესად დემოკრატიული ინსტიტუციების და დემოკრატიული საკითხების შემცველია და ყველა სხვა კონსტიტუცია, რაც იყო მანამდე და პლუს 21 წლიდან 4 კონსტიტუცია იყო კიდე საბჭოთა პერიოდში მიღებული. ეს იყო აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, არაფერ კავშირში ქვეყნის მთავარ კანონთან და ეს იყო პრინციპში ის, რაც უნდათ, რომ დღეს ქვეყანაც და კონსტიტუციაც აქციონ ივანიშვილის რეჟიმს. და აი აქ მინდა რომ გადავიდეთ უკვე პოლიტიკურ კონტექსტში. აქ მამის თქმა მინდოდა ზუსტად რომ აი ეს მართველი როლის დაფიქსირებისთვის დასჭირდათ. პრაქტიკულად ყველა თანამდებობაზე საბჭოთა კავშირში რომ დანიშნულიყავი, არა აქვს მნიშვნელობა აქ სამთავრობო წრეებს ადგილობრივ დონეზე იქნებოდა ეს თუ უფრო მაღალ დონეზე აქ საუბარია ვთქვათ სკოლის დირექტორობაზე, საგანმანათლებლო სფეროში, კულტურის სფეროში, ანუ პრაქტიკულად ყველა სფეროში შენ რო თანამდებობაზე დანიშნულიყავ, შენ უნდა ყოფილიყავი აი ამ მართველი კომუნისტური პარტიის წევრი. არქივში შესვლაც კი ეკრძალებოდათ არაკომუნისტ წევრებს. ანუ წარმოიდგინეთ ელემენტარულად იმისაც რომ არქივში შესულიყავი და წყაროებზე გემუშავა, უნდა ყოფილიყავი კომპარტიის. შეიძლება ითქვას თუ არა, ანუ ის არ ახალია ეხლა რომ ოცნებას სურს ზუსტად გვებძვის ზუსტად რუსული მეთოდებით და სურს რუსეთისკენ, ასე ვთქვათ, საქართველოს რუსეთის კალათში ჩაგდება, ვინაიდან სხვა შემთხვევაში დემოკრატიულ მოცემულობაში ის ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას და მას კიდე არ სურს ამ ძალაუფლების დაკარგვა, ხო და ხელიდან გაშვება, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოცემულობით ის აბრუნებს საბჭოთა კავშირში არსებულ წყობას და მიდგომებს. კი, და მე ვიტყოდი, რომ არა მარტო საბჭოთა კავშირში საუბარია ნაცისტურ გერმანიაზეც ამ შემთხვევაში, სადაც ასევე, ესე იგი, პარტიების აკრძალვა მოხდა და აქ აი მეთოდების შერწყმასთან გვაქვს საქმე, რადგანაც ნაცისტურ გერმანიაში პარტიების აკრძალვა დაიწყო ეგრეთ წოდებული რაიხსტაგის ხანძრის საქმით და რაიხსტაგის ხანძრის დეკრეტით. კომუნისტურ პარტიას, რომლის წევრმა მარინუს ვან დერ ლუბემ მართლაც დაწვა რაიხსტაგი, მთლიანად აეკრძალა მოქმედება გერმანიაში. კი, იქ ასე ვთქვათ, მოსამართლე ვილჰელმ ბიუნგერმა სხვა წევრები, ვინც ბრალდებული იყო გიორგი დიმიტროვის თამადობით ვან დერ ლუბეს გარდა გაათავისუფლა და განაცხადა, რომ მათი, ასე ვთქვათ, მონაწილეობა აქ არ დასტურდება, საკმარის მტკიცებულებები არ არის, მაგრამ კომუნისტურ პარტიას მთლიანობაში დასდო ბრალი. მარინუს ვან დერ ლუბეს გამო და ეს გახდა საფუძველი სწორედ რაიხსტაგის ხანძრის დეკრეტი კომუნისტურ პარტიის აკრძალვაზე 6 მარტს და შემდგომ ახლა დააკვირდით რა მოხდა 10 მაისიდან 22 ივნისამდე მოგუდეს მთავარი ოპოზიციური პარტია, სოციალ-დემოკრატიული პარტია გერმანიის ჯერ ფინანსები წაართვეს, შემდგომ კი აკრძალეს პარტია და წევრებს დააკვირდით მოსთხოვეს 3 დღეში განცხადების დაწერა პარტიიდან გამოსვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მათ უნდა დაეტოვებინათ ყველა თანამდებობები, რაც ეკავათ და პლუს ამას პენსიას ვერ მიიღებდნენ. ანუ წარმოიდგინეთ, აი ეს ყველაფერი ჩვენ რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის შერწყმა ნაცისტური და კომუნისტური მეთოდების. ეს კანონი არის ცალსახად პირდაპირ ვიტყვი, რომ აი ამის ასე ვთქვათ შერწყმის მაგალითი, იმიტომ რომ სოფლიოში არსად კაც არ გაუგერო, შენ აკრძალო პარტია, რომელიც შენ აუგზავნო პარტიის წევრს, პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა იმის გამო, რომ შენ აკრძალე პარტია, რომელიც მისი პარტიის დაარსებამდე იყო შექმნილი.
და ასე ვთქვათ, ანუ რაღაცა აი აბსოლუტური აბსურდი გვაქვს ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარი მიდის იმაზე, რომ აი უნდა აგრძალონ ახლა მე და შენ უნდა აგვიგრძალონ პოლიტიკური საქმიანობა, იმიტომ რომ 2024 წელს გავწევრიანდით პარტიაში, რომელიც იმ დროს შეიქმნა იმ მითიური დანაშაულებისთვის, რომელიც სხვა პარტიამ ჩაიდინა 2003-2012 წლებში. ეს არის 2003 წელს მე სტუდენტი ვიყავი და ჩვენ გვყავს წევრები პარტიის, რომლებიც 2012 წელს ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობდნენ ჯერ კიდევ ასაგის გამო. ანუ საოცარი ამბავია, ანუ ეს არის აბსოლუტური ნონსენსი, ეს არის აბსურდი პოლიტიკური, ანუ ვერ ვუძებნი პირდაპირ გეტყვი ისტორიულ ანალოგს ამ შემთხვევაში. ანუ ნაცისტებიც კი და ბოლშევიკებიც კი მთლად აქამდე არ მისულან. კი ბატონო, თემო, ჩვენ საუბრობდით ასევე ასე ვთქვათ, კულუარულად, როდესაც მე და შენ ამ საკითხებს განვიხილავდით, იმ თემაზე, თუ რა მოხდა შემდგომ, აი, სადაც აკრძალვები იქნა გამოყენებული და როგორ განვითარდა მოვლენები, აი, ამის ნაწილიც რა წარმოგვიდგინო. კი ბატონო, ზუსტად ნაწილობრივ ასე ვთქვათ, თქვი კიდევაც, ანუ რა მოხდა საბჭოთა რუსეთში და საბჭოთა კავშირში პარტიების აკრძალვის შემდგომ, აუცილებელი გახდა მმართველ პარტიაში წევრობა იმისათვის, რომ შენ ყოფილიყავი აბსოლუტურად ასე ვთქვათ, შეგძლებოდა რაიმე განვითარება. დაახლოებით იგივე მოხდა გერმანიაში, ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიაში 1923 წლის მარტში რო დაიწყო ეს რეპრესიები, 33 წლის ივლისისთვის ყველა პარტიამ გამოაცხადა თვითდაშლა. და 23 წლის 14 ივლისს მიღებული იქნა კანონი, რომლითაც ახალი პარტიების ფორმირება აიგრძალა და ნაციონალ-სოციალისტური პარტია გამოცხადდა ერთადერთ პარტიად გერმანიაში. კი ბატონო, თუმცა იყო ასევე ეგრეთ წოდებული შეიძლება ითქვას, რამდენად შეიძლება ითქვას პოზიტიური, მაგრამ მაგალითი, როდესაც აკრძალვას მოყვა საზოგადოების შესაბამისი რეაქცია და შეიცვალა, ხო, იქ გარკვეული მოვლენები. ეს ახლა ასე ვთქვათ, პარტიების აკრძალვას ბევრ ქვეყანაში შეიძლება მოყოლოდა, ანუ პარტიების აკრძალვა დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს წარმოუდგენელი და ნონსენსია, კი, ნამდვილად. ეს არის შეუძლებელი რამ არის ახლა, ანუ ძალიან დიდ დარგვა უნდა კონდეს პარტიას ამისთვის გაკეთებული და მართლა უნდა არღვევდეს ყველა. და სხვათა შორის ჩვენს კონსტიტუციაში ისედაც ეწერა, რომ და ახლაც წერია, ესეთი ჩანაწერი, რომ ესე იგი არ შეიძლება საქმიანობა, იკრძალება საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების რღვევის წინააღმდეგ, ხო, ანუ და წყობილების წინააღმდეგ. მოცემულ შემთხვევაში თუ ვინმე ამ წინა ასე ვთქვათ, კონსტიტუციურ რღვევას უზრუნველყოფს და არასრულებს კონსტიტუციით გაწერილ სავალდებულო ნორმებს, მათ შორის ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში, სწორედ არის რეჟიმი, რომელსაც დღეს მიტაცებული აქვს ყველა დემოკრატიული ინსტიტუცია, ხო, ანუ თუნდაც აკრძალვის ნაწილს თუ განვიხილავთ, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უბრალოდ წარმოუდგენელი აბსურდია. პირდაპირ კრიტერიუმებს, რასაც აკმაყოფილებს, არის თავად ეს ოცნების პარტია, რომელშიც ასევე იმ პარტიიდან არიან უმრავლესობა, რომლის საქმიანობის გამო დღეს შეიძლება მე და შენ აგვიგრძალონ. ხო, აგვიგრძალონ პოლიტიკური საქმიანობა. ხო, რეალურად ასე არის, იმიტომ რომ არა მარტო კონსტიტუციის 78 მუხლს არღვევს ქართული ოცნება, არამედ კიდევ მთელ რიგი მუხლებს ადამიანის უფლებებს, შეკრების თავისუფლების და ასე შემდეგ და აი ახლა ზუსტად ისტორიული თვალსაზრისით თუ მოვიყვანთ ესე იგი აი ეს რაიხსტაგის ხანძრის დეკრეტი დააკვირდით რა საჩერებდა კონსტიტუციის 7 მუხლის მოქმედება შეაჩერა და ნებადართულ იქნა პიროვნული თავისუფლების, აზრის თავისუფლების, პრესის თავისუფლების, ორგანიზებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა, ასევე საფოსტო, სატელეგრაფო და სამოუკრუტელეფონო კომუნიკაციების საიდუმლოების შეზღუდვა. ანუ ჩამოთვლისგან ბევრი ირღვევა დღეს. ანუ პრაქტიკულად ნებადართულ იქნა სახლების შხრეკა, კონფისკაცია და ქონების ფლობის შეზღუდვა. ანუ წარმოიდგინეთ რეალურად ზუსტად აი ამ გზას ადგას დღეს ქართული ოცნება. ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობად რეალურად ქართული ოცნება დღეს არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პიროვნული თავისუფლებების, აზრის თავისუფლების, პრესის თავისუფლების, ორგანიზებისა და შეკრების თავისუფლების
ასევე საიდუმლოებებს კომუნიკაციების და ასე სამართლიანი სასამართლოს უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება რეალურად არ გაგვაჩნია უკვე ანუ ქვეყანაში სასამართლოს სამართლიანს უბრალოდ ვერ უწოდებ და დანარჩენი ასე ვთქვათ ანუ რეალურად ეს ყველაფერი ხო კონსტიტუციური მუხლებია და ამას არ ყვევს ქართული ოცნება რეალურად თუ ვინმე ექვემდებარება აკრძალვას სწორედ ის არის და ახლა თემო ხშირად ისმის კითხვა ეს ბოლო 2 დღის განმავლობაში განსაკუთრებით რას ვაპირებთ მას შემდგომ რაც ეს აკრძალვას ასე ვთქვათ თავის გეგმას ამ ნაწილში რეჟიმი მოიყვანს სისრულეში ჩვენ ვემორჩილებით მსგავს იმას რა ქვია მაგას გადაწყვეტილებებს ახლა შეიძლება ასე ვთქვათ ვერ ანუ ოფიციალურად გაგიუქმოს რეგისტრაცია მაგრამ ახლა გამოსვლას და პოლიტიკურ შეფასებას ვერავინ ვერ აგიკრძალავს ახლა შეიძლება პარტიული საქმიანობა აგიკრძალოს და როგორღაც დაარეგულიროს ეს მაგრამ ვერ აგიკრძალავს ასე ვთქვათ თავისუფლად ამის თქმას ახლა ჩვენი შეფასებებით არ მგონია რომ ამის გამო ჩვენ რაიმე ასე ვთქვათ დავიშლებით. ხო, პრინციპში ამ ნაწილში მეც შეიძლება წამოგეშველო ამ შემთხვევაში არა როგორც კითხვის დამსმელმა, არამედ ასევე პოლიტიკური ნაწილში რომ შეფასება გავაკეთო რეალურად რა არის პარტია და პარტიული სტრუქტურა რისთვის არის ხო საჭირო, იმისთვის არის საჭირო რომ მიიღო თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების გზით გავლენა იქონიო ჩაერთო რეალურ პოლიტიკაში და გავლენა იქონიო პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ხო? მოცემულ შემთხვევაში ფაქტია ჩვენ რომ არც თავისუფალი არჩევნები გვაქვს და ვიბრძვით ამ თავისუფალი არჩევნების მოპოვებისთვის და არც რეალური პოლიტიკა, იმიტომ რომ ძალადობრივი პოლიტიკა ხორციელდება დღეს და ძალადობით ხდება მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნება, ხო? შესაბამისად, ვაგრძელებთ ბრძოლას, ზუსტად ისევე ორგანიზებულად, სტრუქტურულ ორგანიზებულს გულისხმობ ამ შემთხვევაში, დაუღალავად და ჩვენ როგორც კი მოვიპოვებთ ამ თავისუფლებას, ასე ვთქვათ, თავისუფალ არჩევნებს და რეჟიმის პატიმრების თავისუფლებას, ამას აუცილებლად მოყვება ეს აბსურდული აკრძალვების რაღაცა სტატუსების მოხსნაც. ჩვენ ვერ მივიღებთ ასე ვთქვათ ქვეყნის მართლობაში და ასე ვთქვათ ამ შეზღუდვები ვერ მოგცემ საშუალებას ვთქვათ არჩევნები რო დანიშნოს ჩვენ თვითონ მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ არჩევნები თუ ოდნავ მაინც თავისუფალი იქნება, რაღაც ძალა ყოველთვის იარსებებს და შესაბამისად ახლა და ჩვენ კიდე გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას ბრძოლას თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის. ჩვენ პოლიტიკურ პროცესზე გავლენა მაინც გვექნება. ახლა ვინც რაც არ უნდა თქვას, პოლიტიკურ პროცესზე ჩვენ გავლენა გვექნება. და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკვე ეფექტს გამოიტანს საბოლოო ჯამში. მე შემიძლია ვთქვა, აი შენ ამბობდი იმას და უცბად გადაუხვია ჩვენ იმას. არგენტინაში იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც აკრძალეს პერონისტული პარტია, ანუ ხუნტამ. ამ მაგალითს გეუბნებოდი ზუსტად. ხუნტამ გააუქმა პერონისტული პარტია, შეიქმნა ახალი პარტია, იქ ახალი პარტიების რეგისტრაცია არ იყო გაუქმებული და პერონისტმა ამომრჩეველმა პირველივე არჩევნებში ხმა მისცა ამ პარტიას, რომელმაც მოიგო არჩევნები, მაგრამ ხუნტამ გააყალბა შედეგები და მეორე ადგილზე დატოვა. მაგრამ უკვე ხელახლა ასე ვთქვათ აკრძალვისთვის არ მიუმართავს და 4 წლის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებში უკვე პერონისტებმა გაიმარჯვეს და უფრო მეტიც პერონი რომელსაც პიროვნულად აკრძალული ჰქონდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა დაბრუნდა არგენტინაში მისი ცოლი აირჩიეს პრეზიდენტად ანუ ჯერ აირჩიეს ასე ვთქვათ სხვა ადამიანი პრეზიდენტად რომელიც გადადგა ნახევარ წელიწადში პერონს უკვე დაუბრუნდა უფლებები და გახდა პრეზიდენტი მისი ცოლი გახდა ვიცე-პრეზიდენტი და შემდგომ მისი სიკვდილის შემდგომ უკვე მისი ცოლი გახდა პრეზიდენტი. ანუ მე კიდე ახალი გადატრიალება მოხდა, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ ეს უკვე აკრძალვები არ მუშაობს. ანუ ოდნავ თავისუფალ არჩევნებს თუ ატარებ, შემდგომ შენ იმ არჩევნებს წააგებ. ოდნავ თავისუფალ არჩევნებსაც კი. ამიტომ არის დასაბრუნებელი სწორედ თავისუფალი არჩევნები, მოსაპოვებელი თავისუფალი არჩევნები და თავისუფალი ქართული ოცნება ვერაფერს ვერ მოიგებს, უკვე ვერასდროს და უფრო მეტიც სრულიად განადგურდება ახლა. იმიტომ რომ ყველამ ნახა რომ ამ პარტიის ძალაუფლებაში დარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა არის არჩევნების გაყალბება და დიქტატურის დამყარება. სხვა საშუალება და ამას აკეთებს კიდეც. ახლა ცდილობს რომ ხელისუფლებაში დარჩეს სწორედ ამ დიქტატურის დამყარებით. და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს შენთვის როგორც ისტორიკოსისთვის, რომელიც ამავდროულად პოლიტიკურ პროცესში ხარ ჩართული. რას ნიშნავს ეს პროცესი და როგორ ფიქრობ, როგორ განვითარდება მოვლენები?
ხო, აი მოვლენების განვითარებაზე რა გითხრათ, იმიტომ რომ თეორიაში აქამდე რასაც ვასწავლედი, პრაქტიკაში ვხედავ რაღაცას ძალიან ბევრ რაღაცას, გაცილებით მარტივი გახდა ისტორიის სწავლება, იმიტომ რომ პრაქტიკული მაგალითები შეიძლება მოიყვანო სტუდენტებთან, რომლებიც რა სამწუხარო რეალობა. ხო, რომლებსაც ისინი ხედავენ თვითონ. შენ არ გჭირდება, ასე ვთქვათ, სხვა ანალოგიური მაგალითების მოყვანა. ავტომატურ რეჟიმში მოყავს ეს მაგალითები, რაც დღეს ხდება, იმისაც რომ ახსნა რა ხდებოდა ვთქვათ 30-იან წლებში საბჭოთა კავშირში. იმიტომ რომ ვხედავთ აი ამ ზუსტად ახლა თეორიულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30-იან წლებში დამყარდა ეს დიქტატურა საბჭოთა კავშირში და ესე იგი 20-იან წლებიდან დაწყებული, მაგრამ მაშინ არც დამოუკიდებლობის რაიმე ტრადიცია არსებობდა ქვეყანაში. ანუ სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდი ჰქონდა, რომელიც მოსახლეობამ ვერ გაიტანეს. არც თაობები დაბადებულან და გაზრდილან დამოუკიდებელ საქართველოში. და არც თაობები დაბადებულან და გაზრდილან არადიქტატორულ გარემოში, იმიტომ რომ იმ 3 წლის გამოკლებით რეალურად ცარიზმი ასევე ავტორიტარული სახელმწიფო იყო. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ სრულიად სხვა ვითარება გვაქვს და ძალიან რთულია ხოლმე აი ასეთ ვითარებაში დიქტატურის დამყარება. სხვათა შორის, როდესაც ვთქვათ, იგივე გერმანიის მაგალითი მოყვავს. გერმანიაშიც ანალოგიური ვითარება იყო იმ თვალსაზრისით, რომ ვაიმარის რესპუბლიკამ დემოკრატია იქ არ იყო. იქ იყო იმპერია, გერმანიის იმპერია, მანამდე გაერთიანებული სახელმწიფო არ არსებობდა, მონარქიული წყობები იყო. და მსგავსი რამ, როდესაც საფრანგეთში მოინდომეს, იქ არ გამოვიდა. ანუ სადაც დემოკრატიული, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების ხანგრძლივი მმართველობა იყო, იქ ეს არ გამოვიდა. ანუ იქ ძალით დამყარდა პეტენის ფაშისტური, ასე ვთქვათ, რეჟიმი, ფაშისტური ტიპის რეჟიმი, მაგრამ მან იარსება მანამ სანამ გერმანიის მიერ საფრანგეთი იყო ოკუპირებული. იმის შემდგომ ეგრევე, ასე ვთქვათ, არანაირი შანსი მას არასდროს არ იქნებოდა რასაკვირველი. და აქედან გამომდინარე, ეს დემოკრატიის რეალურად ახლა ჩვენ როგორ ცუდი, კარგი, მაგრამ 30 წელზე მეტი პერიოდი გქონდა, შესაბამისად, ასეთ სახელმწიფოებში გაცილებით რთულია დაამყარო დიქტატურა. მაშინ მით უმეტეს დღევანდელ მსოფლიოში ახლა ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვაქვს და ცოტა განსხვავებული მსოფლიო გვაქვს. ინტერნეტი არსებობს, ისიც უნდა ჩაკეტო. განათლებაზე წვდომა უნდა აი განათლების ნაწილს ზღუდავენ ფაქტობრივად, ხო? ზღუდავენ, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ძალიან რთული გასაკეთებელი რამ გადაწყვეტეს, იმიტომ რომ მათსავე ამორჩეველსაც ურტყამს. ვინც მათ ამორჩევლად ითვლებოდა, მასაც ურტყამს. და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ახლა შეიძლება მშობლების ნაწილს ეგრეთ წოდებული მე-12 კლასის გაუქმება მოსწონდეს იდეაში, მაგრამ უნდა გაიგოს, რომ მაშინ მისი შვილი მე-12 კლასს თუ არ დაამთავრებს, უცხოეთში ვერ წავა სასწავლებლად. ხო, გაუჭირდება კი არის ზოგიერთი უნივერსიტეტი, სადაც შეიძლება სადაც უმრავლესობა ძალიან ცოტა უნივერსიტეტი ან დამატებით კოლეჯის გავლა უნდა მოუწიოს და მოხდებით სირთულეებთან არის. დამატებითი ბარიერი ზღუდება არა ის, რომ უფასოდ დაამთავრებს სკოლას, საჯარო სკოლას და წავა საზღვარგარეთ სასწავლებლად ასევე უფასოდ ევროპის ქვეყნებში. არა ეს, არამედ ექნება ბევრი ფული გადასახდელი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, გასაგებია რომ მე-12 კლასი პრობლემურია და რაღაცა, მაგრამ ეს უნდა იცოდეს, ასე ვთქვათ. მშობელმა რომ მე-12 კლასში შეიძლება საერთოდ უდიპლომოდ დარჩეს, იმიტომ რომ მეორე ნაწილში სტუდენტების რაოდენობის მკვეთრი შეზღუდვა არის განსაზღვრული. ხო, აბსურდული სქემა. საერთოდ მენიშნა დღეს ნანა დიხამინჯიას ქონდა პოსტი გამოქვეყნებული, სადაც წარმოადგინა, ასე ვთქვათ, ის ვინ იმუშავა ამ პროექტზე და ნუ გამაოგნებელი შემადგენლობა, როგორც ჩანს, მოაზროვნე ხალხიც აღარ დარჩათ მათ რიგებში, ან ისეთი ადამიანები, რომლებსაც, ასე ვთქვათ, რაღაცა უკეთებიათ მეცნიერული თვალსაზრისით და არ ცხენიათ რომ ამათი სახელით პოზიციონირდნენ. უმუშავია თურმე კახაკალაძეს და მეტი რა უნდა ვილაპარაკოთ ახლა. მიხეილ ყაველაშვილი დამაკლდა იმ. ხო, ნუ ახლა უმაღლეს განათლება არ ქონდა და ამის გამო. აი ამასა რეალურად
გაუნათლებლების და ნუ არ ვიცი ახლა უვიცების დიქტატურას გვემყარებენ და ნუ საბჭოთა კავშირი იყო ასეთი. კი ბატონო, სწორედ ამიტომ უნდათ რომ გაუნათლებელი ადამიანი, რომელსაც არ ექნება განათლება, არა მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლებაზეა საუბარი, არამედ თუნდაც ნაკითხი არ იქნება და არ ექნება აზროვნების უნარი, ასეთი ადამიანების მართვა და იმის დაჯერება, რომ 3 ლარი რო გექნება პენსია, ეს არის სრულიად საკმარისი და სხვანაირი ცხოვრება არც გეკუთვნის, შეუძლებელი იქნება, ხო? განათლებული ადამიანი, რომელსაც წინსვლა უნდა, რომელსაც უკეთესი ცხოვრება უნდა მისთვისაც და იმ ქვეყანაშიც გამართული სისტემა უნდა სადაც ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანები არ სჭირდებათ, იმიტომ რომ ასეთ ადამიანებს ვერ დაიმორჩილებენ. არა, მათ სჭირდებათ ის ხალხი, ვისაც ეტყვი, რომ 3 შვილის დედა, მაკრონის ცოლი არის კაცი. ამ დროს მაკრონი მესამე შვილთან თავის პირველი ქორწინებიდან 3 შვილი ყავდა, თავის მომავალი ცოლის მესამე შვილთან ერთად ერთ კლასში სწავლობდა. ხო, და ამას აჯერებენ, რომ ეს კაცია. და დაბადებიდან რო კაცია, რაც მთავარი. ხო, ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამას გარდატეხავს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ჯიუტი, უწყვეტი პროტესტი და სწორედ ამიტომ ებრძვიან ამ პროტესტის სიმბოლოს რუსთაველს, სადაც ალბათ მე და შენ ასევე საღამოს შევხვდებით, ხო, არაერთ ადამიანთან ერთად. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო იყო ეს ისტორიული მიმოხილვა. ჩვენს მსმენელს კი დავემშვიდობები მომავალ პარასკევამდე. ყოველ პარასკევს 4 საათზე უკვე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო